გავივლით უსრების სოფელს, ყველან თუბანს, გაგლუან თუბანს და ავდივარ ლევიტანაში სამსახურში. 3-ის ნახევარზე ბრუნდები სახლში, 4 საათზე ვარ სახლში და ვიწყებ ჩემ საშინაო საქმეებს. ალინას რა გოგოსის მენა რო აქ დაქვეითებული. ეგენი კაი ხანია დახატულები აქ, რავი, რამდენი წელია. მე რამე კლასში იყო იქ. პურსა სახლში ვაცხობთ. მეუღლემ გამოაცხო და წავიდა ბავშვებთან. დილით 8 ადგები საქონელს მოვული ხოლ. პირველში დავიბამ პირსა ხელებსა, პურსა ვჭამ. მიდივარ სკოლაში. ჩამოვდივარ ვიმეორებ ახლა ისე ამ საქმიანობას. სანამ დაღამდება საქონელს დავაბინარებთ ხოლმე. ყოველ დღე ალბათ მეორდება. საათნახევარი მინდა სურო ისე ვიარო ნელა რო ვიარო და საათნახევარი ძირითადად. უგლე ძირითადად ქალაქში არის ბავშვები, ქალაქში სწავლობენ. სმენა დაქვეითებული ბავშვი მყავს და იმასაც თავიდანვე პატრონობა უნდა. პირველი ლექსი მოყიჯერა. მამა მითხრა საქართველო თურმე ისე დიდია, მტკვარზე თურმე ისე ბევრი ხიდია, რიონი და ალაზანი თურმე ისე გრწელია, ტირიფონის მწვანე ველი თურმე ისე ვრცელია, გამიკვირდა დიდ რუკებზე, რა თხარია ბატარა ნეტა, მთელი საქართველო ფეხით შემომატარა. აბა მეორე ლექსი დღევანდელი გაკვეთილია. ერთი არის დედამიწა, ქვეყანა კი 1000-ია. ზოგ მხარეში ოქრო ჭარბობს, ზოგან ბევრი ალმასია. მე ვარ ფრიდონი ქოქაშვილი, ვარ პედაგოგი ლევიტანის დაწყებით სკოლაში. მუშაობ 2000 წლიდან მასწავლებლად ლევიტანის დაწყებით სკოლაში. არც ერთი დღე არ გამიცდენია, ხო გახსოვს? ხო მიყურებდი ხო? არ იყო არც ისეთი ზამთარი და არც გამიცდენია, არ მიყვარს გაცდენა. არც ესენი ხდებიან ავათავ მერთმა კარგთან ყოფონ და არც მე არ გამხვდარ ვარ ავათ. აი ეს გრიპები რო იყო, მაშინა ძალათი გავაცდინეთ, რომ ერთი კვირა რო იყო, რომ გადასწიეს, რომ მე რო შეგვამოწმო მეთქი ან უხერხულობა არ იყოს ან საყვედური მეთქი, თორე არ გავაცდენდი მაშინაც. თქვენზე ინფორმაცია მოგვაწოდა ბოშურის სკოლის დირექტორმა და თუ შეიძლება რომ მოკლედ მოგვიყოთ თქვენი ცხოვრების შესახებ, ყოველდღიურობის შესახებ და რამდენად დიდი შრომა და ჯაფა გიწევთ აქ მოსასვლელად და აზერბაიჯანელი ბავშვების სწავლისათვის. ვასწავლი 4 კლასს, ამჟამად ყავს მე-3 და მე-4 კლასი. რადგან სოფელი იცლება და ბავშვებიც მცირდება, რა თქმა უნდა. კვირაში 3-ჯერ ტრანსპორტი გვემსახურება, მარშრუტკას ამოყვები ხოლმე. და 2-ჯერ ყველან თუბნამდე 4 კილომეტრში არის ის სოფელი, იქამდე მოდის. იქიდან ფეხით მიწევს მოსვლა. დანარჩენი აქედან სულ ფეხით დავდივარ. გავარჯიშებული ვარ, მთის მაცხოვრებელი რო ვარ. და რატომ გადაწყდით რომ ამ ხელა მანძილზე წამოსულიყავით სამუშაოდ? ვიღაც ხო უნდა მოვიდეს, არა? არ მიჭირს ინგლისურის გარდა მე გერმანული მაქვს სკოლაში ნასწავლი და ინგლისური არ ვიცი და ვერც ვასწავლი და არც მაქვს უფლება. დანარჩენს ვასწავლი. ტრენინგები მაქვს გავლილი, მე და საზოგადოებას, ხელოვნება, მე თვითონ ტექნიკუმის ამაქვს დამთავრებული პედაგოგიურზე წინა და ხატვა და ხაზვა არ მეშლება. აწყობილი მაქვს ყველაფერი, რომელსაც რა გავაკეთო, ყველაფერი ვიცი. 6 საათზე ვდგები. იმას ოჯახის საქმეები ხო იცი რაც არის, საქონელი, რამე, ყველაფერს. საათობრივა მაქვს ყველაფერი გაწყობილი. აქაც რო ამოდივარ, აქედან მივდივარ, რა უნდა გავაკეთოს. თუ არ გააკეთე და თუ აწყობილი არა გაქვს, ალბათ საერთოდ ცხოვრება ვერ წაგივაწინ. ახლო არის, ჩვენ როცა 2 კილომეტრზე დავდიოდით ხოლმე, მე რო დავდიოდი სკოლაში და ესენი რამდენ მეტრში დადიან, ერთად მივდივართ, მოვდივართ რა. როგორც გითხარით, 9 კილომეტრი არის ჩემს სახლიდან ზუსტად სკოლის ეზომდეს და აქედანაც უკან დავბრუნდე, ხო, გამოდის 9 კილომეტრი, 18 კილომეტრი გამომდის დღეში. დილით რომელ საათზე გამოდიხართ სახლიდან? დილით გამოდივარ 9 საათზე, 9-ის ნახევარზე ხან ესე. თუ ტრანსპორტი არის, ტრანსპორტს მოვდებ
10-15 წუთზე რაღაცაზე მოდის, ხო, 10-15 წუთზე მოდის. სახში ყავს საქონელი, 3 დრო ყავს, 4 მოზარდია და 3 ხბო არის. მეფუტკრეობა, ფუტკრებიც აყავს ცოტა, ღორები მყავს. და ოჯახში რაც საჭიროა, ყველაფერი ყავს. ეხლა ტანსაცმელს გამოვიცვლი და მიხედამ საქონელს. Sure.